სოფლიო ჩემპიონატი პირდაპირ გამოსდა გახდა და ტრამპისთვის პირველ მატჩამდე, რადგან FIFA აშშ-ში ჩამოდის ეჭვებით გადაჭარბებულ გადასახადებზე, ძვირადღირებულ ბილეთებზე, ებოლას გამო სანიტარულ გაფრთხილებაზე და მემარცხენეების პოლიტიკურ თავდასხმაზე, უსაფრთხოების ნებისმიერ ზომაზე. ამ ორშაბათს 2026 წლის 1 ივნისს ტურნირის გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე ტრამპი კრიზისის ცენტრში ჩნდება. არა იმიტომ, რომ მან შექმნა პრობლემა, არამედ იმიტომ, რომ მან ფედერალურ მთავრობას მილიარდიანი ზეიმის კონტროლი დაავალა, რომელსაც FIFA სრულყოფილ სანახაობად ყიდის. მემარცხენეები აღელდნენ, რადგან მათ სურდათ სოფლიო ჩემპიონატის ზედმეტი კითხვების, მკაცრი კონტროლისა და გლობალური ფეხბურთის სტრუქტურის მიმართ პრეტენზიების გარეშე. მაგრამ, როდესაც ჩნდება ადამიანებით ვაჭრობა, კალბი პროდუქცია, კონტრაბანდა, საეჭვო ბილეთები და დაავადების რისკი, რომელიც ბრბოსთან ერთად შემოდის, ამერიკის სახელმწიფომ უნდა იმოქმედოს. რას აკეთებდა FIFA ამ თაღლითობასთან დაკავშირებით? ეხლა ყველაფერი აფეთქდა. ახლა რა ყველაფერს გეტყვი. თუ მოგწონს ასეთი პირდაპირი და მოუვიდებელი კონტენტი, გამოიწერე არხი, რადგან აქ ასეთი ვიდეოები ყოველდღე გამოდის. სოფლიო ჩემპიონატი იწყება 11 ივნისს და ეს იქნება ისტორიაში ყველაზე დიდი ტურნირი. 88 ნაკრები, 104 მატჩი და მასპინძლები არიან შეერთებული შტატები, მექსიკა და კანადა. ეს ნიშნავს გადავსებულ აეროპორტებს, გადაჭედილ სასტუმროებს, გულშემატკივრებს, რომლებიც შტატებს შორის გადაადგილდებიან, დელეგაციებს, სპონსორებს და მილიონობით ადამიანს, რომლებიც ბრძნობიარე ზონებში მოძრაობენ. დონალდ ტრამპმა შექმნა თეთრი სახლის სამუშაო ჯგუფი, რომელიც კოორდინაციას გაუწევს ღონისძიებას ფედერალურ სააგენტოებთან, ქალაქებთან, მასპინძელ ქალაქებთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, ხოლო ანდრიუ ჯულიანი იქნება აღმასრულებელი დირექტორი. მიზანია ტრანსპორტის, ტურიზმის, ვიზების, უსაფრთხოების და რისკებზე რეაგირების ორგანიზება. რადგან ამერიკაში მსოფლიო ჩემპიონატი მხოლოდ ფეხბურთი არ არის. ეს არის საზღვარი, ფული, საერთაშორისო იმიჯი და შიდა უსაფრთხოება. Nacional e segurança nacional. მემარცხენეების აღშფოთება მაშინ დაიწყო, როცა უსაფრთხოების უწყებებმა განაცხადეს, რომ ICE და HSI ტურნირის განმავლობაში ყოველდღე იქნებიან ქუჩებში. პოლიტიკური ბრალდება სწრაფად მოხდა. თქვეს, რომ დონალდ ტრამპი აშინებს გულშემატკივრებს და სტადიონს მიგრაციის ოპერაციად აქცევს. მაგრამ ოფიციალურ განცხადებაში სხვა მიზანი დასახელდა. მოქმედება მიმართული იქნება კალბი ბილეთების, ადამიანებით ვაჭრობის, ნარკოტიკების კონტრაბანდისა და კალბი პროდუქციის წინააღმდეგ. მოქმედება კალბი ბილეთების, ადამიანებით ვაჭრობის, ნარკოტიკების კონტრაბანდისა და კალბი პროდუქციის წინააღმდეგ. მოქმედება კალბი ბილეთების, ნარკოტიკების კონტრაბანდისა და კალბი პროდუქციის წინააღმდეგ. ვინც ამას გადაჭარბებულად მიიჩნევს, ითხოვს ჩემპიონატს პოლიციის გარეშე. მოქმედება ბილეთების კონტრაბანდის, ადამიანებით ვაჭრობისა და კალბი პროდუქციის წინააღმდეგ. მოქმედება კალბი პროდუქციის, ადამიანებით ვაჭრობისა და ნარკოტიკების კონტრაბანდის წინააღმდეგ. იგივე მემარცხენეები, რომლებიც ICE-ის ყოფნას აპროტესტებენ, ასევე აპროტესტებენ FIFA-ს ფასებს. ნიუ-იორკისა და ნიუ-ჯერსის პროკურატურებმა მსოფლიო ჩემპიონატის ბილეთების გატიდვის გამო FIFA დაიბარეს. ეჭვი უკავშირდება მაღალ ფასებს, მარკეტინგს, მომხმარებლის ინფორმირებას და შესაძლო ხელოვნურ დეფიციტს. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, ბრალდება ისაა, რომ FIFA-მ შეიძლება ხელოვნურად შექმნა ბილეთების დეფიციტის შეგრძნება, რათა ფასები გაეზარდა და რიგითი გულშემატკივარი დაეზარალებინა. ლეტიცია ჯეიმსმა, ნიუ-იორკის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ MetLife სტადიონზე ფინალის ბილეთების ფასი $4,000 აცკი აღწევდა. მან ასევე აღნიშნა, რომ FIFA-მ 104 მატჩიდან 90-ზე ბილეთების ფასები გაზარდა, თითქმის 34 მატჩზე კი ეს ოქტომბერსა და ნოემბერში მოხდა. ეს ინფორმაცია აჩვენებს შოკის მასშტაბს. მსოფლიო ჩემპიონატი როგორც ხალხის დღესასწაული იყო გაყიდული, მაგრამ შეიძლება ელიტურ პროდუქტად იქცეს. ოჯახები, რომლებიც ოცნებობდნენ მოედანზე ნაკრების ნახვას, ეხლა ისეთ ფასებთან დგანან, თითქოს ეს ფასები სპეციალურადაა დაწესებული ჩვეულებრივი მაყურებლის მოსაშორებლად და უპირატესობა ენიჭება მხოლოდ მათ, ვისაც ნებისმიერი თანხის გადახდა შეუძლია. FIFA-მ აირჩია ეგრეთ წოდებული დინამიკური ფასების სისტემა, მოდელი, სადაც ღირებულება იცვლება მოთხოვნის, დროისა და მყიდველის ინტერესის მიხედვით. ქაღალდზე ეს ბაზრის ტექნოლოგიას გავს. პრაქტიკაში კი ეს შეიძლება გულშემატკივრისთვის დამანგრეულ მანქანად იქცეს, თუ ორგანიზაცია აკონტროლებს მიწოდებას, პლატფორმას, კომუნიკაციას და თან ავრცელებს იდეას, თითქოს ყველაფერი იწურება. თუ დეფიციტი რეალურია, FIFA-ს ამის დამტკიცება მოუწევს. თუ დეფიციტი ხელოვნურად შეიქმნა, ეს შემთხვევა ორგანიზაციას საკუთარ მომხმარებლებთან რთულ მდგომარეობაში აყენებს. სხვა პრობლემა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროდან წარმოიშვა. ებოლას აფეთქებამ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში და შემთხვევებმა უგანდაში საერთაშორისო განგაში გამოიწვია სწორედ იმ დროს, როცა მსოფლიო ჩემპიონატის გულშემატკივრების, დელეგაციებისა და მუშაკების ჩამოსვლა იყო მოსალოდნელი.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ საზოგადოებრივ თანამშრომლობას მოუწოდა კონგოში ვირუსის გავრცელების შესაკავებლად, სადაც 282 დადასტურებული შემთხვევა და 42 გარდაცვალება დაფიქსირდა. ასობით საეჭვო შემთხვევის გარდა დაავადებათა კონტროლის ცენტრმა დროებითი შეზღუდვები და გამკაცრებული სკრინინგი დააწესა იმ მოგზაურებისთვის, რომლებიც ბოლო პერიოდში იმყოფებოდნენ დაზარალებულ რეგიონებში, მათ შორის კონგოში, უგანდასა და სამხრეთ სუდანში. ამერიკის მოქალაქეებს, ლეგალურ რეზიდენტებს და აშშ-ის ნაციონალებს ჯერ კიდევ შეუძლიათ შესვლა, თუმცა მათ გამკაცრებულ კონტროლს უტარებენ. კონგოს ფედერაციამ FIFA-ს სთხოვა ანაზღაურება იმ გულშემატკივრებისთვის, რომლებიც მოგზაურობის შეზღუდვებამ დააზარალა. ეს საკითხი უშუალოდ ორგანიზაციის გულში ხდება. გულშემატკივარი ძვირად ყიდულობს ბილეთს, გეგმავს საერთაშორისო მოგზაურობას, აწყდება სანიტარულ გაფრთხილებას და შემდეგ უნდა დაელოდოს FIFA-ს პასუხს ანაზღაურების შესახებ. ამასობაში მემარცხენეები ცდილობენ ამერიკული სანიტარული დაცვის პოლიტიკურ დევნად წარმოჩენას. პრობლემა ისაა, რომ დაავადება საზღვრის გადაკვეთას იდეოლოგიურ ნებართვას არ სთხოვს. სერიოზული ერი არ ელოდება კრიზისს. აეროპორტში შესვლამდე რომ შემდეგ იმოქმედოს. მემარცხენეებმა იციან, რომ ღიად ვერ დაიცავენ დაუცველ თასს, ამიტომ ცდილობენ ყურადღების გადატანას. ბილეთის გაყალბების ეჭვის ნაცვლად ისინი ყვირიან ISIS-ის წინააღმდეგ. FIFA-ს გამჭვირვალობის მოთხოვნის ნაცვლად ტრამპს ადანაშაულებენ. იმის აღიარების ნაცვლად, რომ ადამიანებით ვაჭრობა იზრდება მასშტაბურ ღონისძიებებზე, კონტროლს ძალადობად მიიჩნევენ. ჯანმრთელობის რისკის აღიარების ნაცვლად სკრინინგს შიშის რიტორიკად აქცევს. ეს გადატრიალება იცავს FIFA-ს, იცავს მილიარდიან საფეხბურთო ბაზარს და ადანაშაულებს ერთადერთ მთავრობას, რომელიც წესრიგის დამყარებას ცდილობს. თეთრ სახლს აქვს შანსი მსოფლიო ჩემპიონატის სუვერენიტეტის გამოყენების მაგალითად აქციოს. პატიოსანი სტუმრები მისასალმებელია, გულშემატკივრებს დაცვა სჭირდებათ. კრიმინალები უნდა დაიჭირონ, FIFA-ს პასუხი უნდა მოეთხოვოს, თუ ფასით თამაშობს. და საზოგადოებრივი ჯანდაცვა ემოციური შანტაჟის მძევალი ვერ იქნება. მსოფლიო ჩემპიონატი ამერიკის შეერთებულ შტატებში ტარდება. და ამერიკის შეერთებულ შტატებში საზღვრის უსაფრთხოების და მოქალაქის დაცვის საკითხებში საბოლოო სიტყვა ჯანი ინფანტინოს არ ეკუთვნის. დონალდ ტრამპი აჩვენებს FIFA-ს ქაოსს, რადგან კრიზისი ამერიკის კონტროლქვეშ არ არის. კრიზისი იმ ორგანიზაციაშია, რომელმაც გლობალური დღესასწაული დააპირა, ძვირი ბილეთები გაკიდა, პროკურორების ყურადღების ქვეშ მოექცა, სანიტარული გაფრთხილებით დაზარალებულ გულშემატკივრებს აწყლება და ახლა თეთრი სახლი წესრიგს ამყარებს ღონისძიებაზე. მემარცხენეები ნერვიულობენ, რადგან ნარატივი დაკარგეს. ტრამპის პრობლემად გადაქცევას სცადეს, მაგრამ ფაქტები სხვაგან მიუთითებს. ეჩუმი ტანილი სალაროშია. საფრთხე კრიმინალურ ქსელებშია. რისკი უკონტროლო შესვლაშია. პასუხი კი მთავრობაშია, რომელმაც დადაწყვიტა, რომ მსოფლიო ჩემპიონატი უკანონობის ზონად არ გადაიქცეს. მე ვარ მილსონ ალვესი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და ჩემი მიზანია ყოველდღე მოგაწოდო სანდო ინფორმაცია. ახალი ამბების ბმულები ვიდეოს აღწერაშია. დალაიქე ეს ვიდეო, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო ჩაერთო მილსონ ალვესის გლობალ კომუნიტეტში.